ჩვენ მრავალი წელია მონაწილეობთ ღვინის გამოფენაში და ვამაყობთ ჩვენი მუდმივი მონაწილეობით. მრავალი წლის განმავლობაში დავინახე მევენახეების ინტერესი. მიმიღია ბევრი შეკითხვა და სწორედ ამისთვის ვარ აქ, ვინაიდან მინდა რომ მათ გაიგონ, რომ მე და Green Solutions-ი აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ. თუ აქვთ შეკითხვა, პირველი მოაგონდეთ Green Solutions-ი და ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ საუკეთესო პასუხს. რაც შეეხება ბაზარს, ქართული ბაზარი იყო და კვლავაც არის მნიშვნელოვანი ბაზარი რაუშედოსთვის. ჩვენი კომპანია სულ უფრო და უფრო ფართოვდება. გაყიდვებში გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ნიშნავს, რომ ქართველი მწარმოებლები კონცენტრირდებიან იმაზე, რაც ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ. თავიდან იყო გარკვეული ცნობები უცხოეთიდან იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. დროთა განმავლობაში ბაზარზე მნიშვნელოვნად გავიზარდეთ. დღეს ფერმერები გვენდობიან, სცადეს ჩვენი ვაზის ნერგებით ვენახის გაშენება და შედეგით კმაყოფილნი და ბედნიერები არიან, რადგან იპოვეს ჯანმრთელი მასალა, ახალი აგრონომიული გადაწყვეტილება და არჩევანი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. მსოფლიოში ვერც ერთი სხვა კომპანია ვერ შეედრება ჩვენს კატალოგს, რომელშიც 4000-მდე ვაზის ჯიშები, კლონები და საძირეებია თავმოყრილი. რაუშედო მევენახეობის სამყაროში უკვე 90 წელია არსებობს. ამ წლების განმავლობაში ვისწავლეთ, როგორ ვესაუბროთ კლიენტებს, როგორ დავაკმაყოფილოთ ისინი. ჩვენ ვართ მწარმოებლები, მაგრამ ასევე ვართ მკვლევარები. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის უბრალოდ ნერგების მიწოდება, არამედ საუკეთესო ნერგების გადაცემა. ეს არის ჩვენი წარმატების გასაღები. არც ერთ სხვა კომპანიას არ აქვს ასეთი კვლევითი ცენტრი. ჩვენ ვაწარმოებთ თითქმის 100 მილიონ ნერგს წელიწადში და ვათავსებთ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ვაზს წელიწადში. ეს ყველაფერი კი გვხვდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სანერგეს მსოფლიოში. ჩვენ ვართ მსოფლიო ლიდერები და ვამაყობთ ამით. მე მივცემდი ქართველ მევენახეებს ერთ რჩევას, ყოველთვის ეძებონ საუკეთესო გადაწყვეტილება. სერტიფიცირებული მასალა, ლურჯი ეტიკეტი, ეს შეიძლება არ იყოს ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელი დასაწყისში, მაგრამ სანდოობა და დაცულობა მნიშვნელოვანია. იმ კომპანიის მხარდაჭერა, რომელიც ვაზს ყიდის მსოფლიოს 35 ქვეყანაში, მხოლოდ უპირატესობაა. ეს ეხმარება ქართველ მევენახეს თავი არ იგრძნოს მარტო. ჩვენ ვეხმარებით ვენახის დარგვიდან ბოლომდე. მათ უნდა ჰყავდეთ გვერდში ახლო მეგობარი. ეს არის ჩვენი რჩევა. ეძებონ საუკეთესო მასალა, სერტიფიცირებული მასალა, ის პირობები, რომლებიც მათ უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს ვაზის ერთი ნერგვის დარგვის შემთხვევაშიც კი. საქართველოს ბაზრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართულმა ჯიშებმა. პირველებმა შევთავაზეთ ჩვენს კლიენტებს, მათ შორის ქართველებს, სერტიფიცირებული ქართული ჯიშები. საქართველოს მევენახეობის ისტორიაში მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. ვერც ერთი მწარმოებელი ვერ აწვდიდა საქართველოს ბაზარს სრულიად ჯანმრთელ ქართულ ჯიშს. ამით ვამაყობთ, ამ გადაწყვეტილებით შევძელით ქართული ვენახისა და მეღვინეობის კულტურის განვითარება. გვიხარია, რომ ისინი უკვე მუშაობენ ისეთ მასალასთან, რომელიც მათ უფრო მეტად აახლოებს ისტორიულად ღვინის მწარმოებელ ყველაზე დიდ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელი გახდა რაუშედოსა და Green Solutions-ის პარტნიორობის წყალობით. ეს პარტნიორობა შეიქმნა მნიშვნელოვანი ადამიანის, რომან ჩხენკელის დახმარებით, რომელიც ორივე რეალობას კარგად იცნობდა. ერთად ვფიქრობ შევქმნით საუკეთესო გადაწყვეტილება ქართველი მწარმოებლებისთვის. ჩვენ იტალიაში ვცხოვრობთ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო აქ ვყოლოდა ადგილობრივი პარტნიორი. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილება გამოდგა. მადლობას ვუხდით Green Solutions. ისინი ყოველთვის მზად არიან უპასუხონ კლიენტების ნებისმიერ მოთხოვნას. ისინი აგრძნობინებენ მათ, რომ ახლოს არიან ჩვენთან. ჩვენ მხოლოდ მწარმოებლები არ ვართ, ჩვენ ვართ მწარმოებლები, რომლებსაც სურთ დაეხმარონ კლიენტს და ამის საუკეთესო გზა არის იყო ახლოს მათთან. ეს იყო ივნისის დასაწყისი, 2023 წელი, როდესაც პირველად შევხვდი რომანს. როდესაც ვნახე, მივხვდი, რომ არა მხოლოდ თანამშრომელი იყო, არამედ სრულიად განსხვავებული ადამიანი. ის, ვინც ყველა დეტალზეა კონცენტრირებული. ამოწმებს ყველაფერს თავიდან ბოლომდე. ის იყო ჩემსავით პედანტი ადამიანი, ამიტომ ვიპოვე მასში არა მხოლოდ კოლეგა, არამედ მეგობარი. ხშირად ჩვენი აზრები ემთხვეოდა ერთმანეთს. რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ნაყოფიერად მუშაობდით. ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე მისი გარდაცვალების შესახებ. რაუშედოსთვის ეს იყო ძალიან სამწუხარო ამბავი. ვიცით, რომ ის შეძლებს ჩვენი თიამაყოს მხოლოდ ერთადერთი გზით, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და გავყვეთ მის ხედვას.